ოლიგარქის რეჟიმი საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალს შუა აზიასა და პოსტსაბჭოთა დიქტატურებთან პარტნიორობაში ხედავს. ტაჯიკეთში მყოფმა ირაკლი კობახიძემ სიამაყით ისაუბრა ყირგიზეთში შემდგარ ვიზიტზე, ყაზახეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე და დაანონსა, რომ ივლისში საქართველო უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებს უმასპინძლებს. ანალიტიკოსების შეფასებით ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ოცნებამ ევროპულ პერსპექტივას ზურგი აქცია და ქვეყანა იმ ავტორიტარული რეჟიმების ორბიტაზე გადაჰყავს, სადაც ადამიანის უფლებები და დასავლური სტანდარტები არაფერს ნიშნავს. სალომე ლაბაძე აგრძელებს ამ თემაზე საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმით. ამ საგარეო კურსს ირაკლი კობახიძე დღეს ტაჯიკეთიდან ეკონომიკური სარგებლით ამართლებდა, რომელიც საქართველოს უნდა მოუტანოს სატრანზიტო ფუნქციის შესრულებამ, ანუ იმან, რომ საქართველოს შეაკავშირებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დასავლეთთან, რისი ახსნაც ალბათ ნებისმიერ სხვა დროს ჩაითვლებოდა ზედმეტადაც, რომ არა ქართული ოცნების გართულებული ურთიერთობა სწორედ დასავლეთთან, კონკრეტულად კი ევროკავშირთან და ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებთან. საქმე ისაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველო ახლა ევროკავშირისგან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ისეა იზოლირებული, როგორც არასდროს ეს პროცესი ღრმავდება, ამასთან ქართულ ოცნებასთანაც პოლიტიკური დონის კონტაქტები არის შემცირებული და ამას ემატება ტრიპის დერეფანიც, რომელიც რეგიონში შეერთებული შტატების ძალისხმევით უნდა განვითარდეს. ამ დერეფანმა მაყურებელს შევახსენებ, რომ აზერბაიჯანის სომხეთთან უნდა დააკავშიროს, ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ ოცნების პოლიტიკა არის მკვეთრად ანტიდასავლური, შუა დერეფნის ნაწილში საქართველოს კონკურენტ მარშრუტად შესაძლოა ჩამოყალიბდეს და ამას შესაძლოა მოიტანოს შედეგად ის, რომ საქართველო დაკარგავს თავის მთავარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას, რა ფუნქციაზე საუბრობდა სწორედ ირაკლი კობახიძე. მაშინ რაც ნიშნავს დაკავშირებადობის ფუნქცია, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა დღეს ტაჯიკეთში, ეს გაუგებარი რჩება, თუმცა ეს არის ივანიშვილის პრემიერის ძირითადი გზავნილი, რომელსაც სავარაუდოდ მოვისმენთ ყაზახეთიდანაც, სადაც ის გამგზავრებას გეგმავს ტაჯიკეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ და მოვისმენთ მაშინაც, როცა ივლისში, როგორც ეს ირაკლი კობახიძემ დაგვიანოსა, საქართველოში ჩამოვლენ ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოების, კონკრეტულად უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერებიც. ცოტა ხნის წინ მქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში. ასე ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთის და თურქმენეთის პრეზიდენტები. შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები კიდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში და ამასთან ერთად რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. როგორც მეზობელ ქვეყნებთან, თქვენ იცით, რომ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად განვითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძეს დღეს ტაჯიკეთში შეკითხვა დაუსვეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზეც. ეს საფრთხე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად არის მოტანილი და შესაძლოა განხორციელდეს უკვე სულ რამდენიმე თვეში, როცა კენჭისყრა გაიმართება ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით და არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ იმის გამო, რომ ქართული ოცნება არ იცოდა და ამ საფრთხის თავიდან არიდებას, უკვე 2027 წლის დასაწყისშივე საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა. ამ ფონზე კი დღეს ირაკლი კობახიძე უხილს მხოლოდ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო გამოთქვამდა, კონკრეტულად კი იმ ჩანაწერის გამო, რომლითაც ევროპელი დეპუტატები ითხოვენ, რომ უვიზო მიმოსვლა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს მაინც შეუნარჩუნდეთ. ამის გათვალისწინებით კი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი მცდელობა დაკავშირებადობის ფუნქციაზე ისაუბროს და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თუ აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა გაამართლოს სწორედ მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლით არის უსაფუძვლო, რადგან როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საქართველოს მიმზიდველი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აქტიურად არის მჭიდროდ არის შეკავშირებული დასავლეთთან და თუ ის ახერხებს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციის შესრულებას. ქართული ოცნების პოლიტიკა კი საფრთხეს სწორედ ამ ფუნქციის შესრულებას უქმნის და ქმნის იმის რისკს, რომ საქართველოს ვეღარ შეასრულებს სატრანზიტო როლს, ანუ ვეღარ იქნება მაკავშირებელი აზიის სახელმწიფოებსა და ევროპას შორის. ევროპის კავშირის უგზავნის სიგნალს, რომ საქართველოს აქვს სხვა ალტერნატივებიც, აქვს სხვა არჩევანიც და ევროპა არ არის მისი ერთადერთი არჩევანი. ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, ძლიერდება ასეთი ვიზიტები და ასეთი კონტაქტები, მაშინ, როდესაც ევროპის კავშირისგან მოდის კრიტიკა, როდესაც ევროპის კავშირისგან
ელიან ახალ სანქციებს. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან მათ არ დაუწყიათ ეს ურთიერთობები. ჯერ კიდევ სტამბოლის სამიზე 1999 წელს იყო ის გეგმა, რომ საქართველო ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ძირითადი გამტარი ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსების დასავლეთისკენ, ჩვენ ყოველთვის ჰქონდა დაცული ის ბალანსი, რომელიც ყოველთვის საჭიროა, რომ იყოს დაცული საგარეო პოლიტიკაში და ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, სად იყო ჩვენი ადგილი. ნაცვლად ღირსებით ევროპისკენ ჩვენ ვხედავთ, რომ ირაკლი ყობახიძე მხოლოდ აზიის ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობს და აქაც კიდევ ერთი სიყალბე, როდესაც ის საუბრობს, რომ ეს ყველაფერი ჭირდება მას დაკავშირებადობისთვის, ესეც კიდევ ერთი გამოწვევა, რამდენადაც დაკავშირებადობა უნდა მოხდეს დასავლეთის აზიასთან. მაშინ, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობები ფაქტობრივად გაწყვეტილია, მაშინ, როდესაც ოფიციალური ევროკავშირი შუადერფნის დისკუსიებიდან საქართველოს აღარ განიხილავს პარტნიორად, მაშინ, როდესაც ამ დისკუსიებში ჩვენი ორი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი ზის და არა საქართველო, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ დაპირებების სიყალბეს. რამდენად შორსწავა ქართული ოცნება დიქტატორულ რეჟიმებთან ურთიერთობის გაძლიერების მიმართულებით და რაც მთავარია, რამდენად შორსწავა იმ ქვეყნებთან დაახლოების გზაზე, რომლებიც დასავლეთის ამ შემთხვევაში ხაზგასმით შეერთებული შტატების მიერ მწვრულ სახელმწიფოებად არიან მიჩნეული. ჩვენ გულისხმობთ ირანს, რაზე პასუხსაც სავარაუდოდ მივიღებთ ივლისის დასაწყისში, როცა ირანში უნდა გაიმართოს ისლამური რესპუბლიკის ლიდერის დაკრძალვის ცერემონია. საინტერესოა, ამ ცერემონიაში მიიღებს თუ არა ირაკლი ყობახიძე მონაწილეობას. ამჯერად ყობახიძე შეგახსენებთ, რომ სამზირის გამოხატვისგან თავი ამ დრომდე არასდროს შეუკავებია, ის ამის გამო კრიტიკის ობიექტის არაერთხელ გახდა და საინტერესოა ამჯერადაც თუ გადაწყვეტს ირაკლი ყობახიძე ან პარტიის რომელიმე სხვა ლიდერი თეირანში ჩასვლას და სამძიმრის გამოხატვას ისლამური რესპუბლიკის ლიდერის გარდაცვალების გამო. ამაზე პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩვენ დავუკავშირდით ირანის ელჩს საქართველოში, თუმცა პასუხი ამ კითხვაზე ამ დროისთვის ვერც მისგან მივიღეთ.